ბათუმში ნაპირდაცვითი ღონისძიებები დაფინანსდება, რისთვისაც აზიის განვითარების ბანკი $20 მილიონ გამოყოფს. ასევე აზიის განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოების და მესტიაში კანალიზაციის გამწვენდი ნაგებობის მშენებლობა დაფინანსდება. თანხა $75 მილიონ იწორდება, ორივე ხელშეკრულება დღეს ფინანსთა სამინისტროში გაფორმდა. პროექტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებენ. ეს ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ცესხის აღებას და აღნიშნული ცესხის ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ეს არის ბათუმის ნაპირსამაგრის სამუშაოები და ეს არის ქალაქ ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემა. აღნიშნული ტრანშის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ნაპირსამაგრის სამუშაოებს ქალაქ ბათუმში, რაც გააუმჯობესებს, რა თქმა უნდა, სანაპირო ზოლის მუშაობას და ასევე შეამცირებს რისკებს სანაპირო ზოლის წაღების. ამჟამად ხელი მოეწერა ურბანული განვითარების პროექტის მეხუთე ტრანშს, რომელიც $75 მილიონ შეადგენს. პროექტს მეხუთე წელია ვახორციელებთ და მისი სრული ღირებულება $500 მილიონი. პროექტის მიხედვით ზუგდიდსა და მესტიაში წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მოხდება.